თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა სილამაზის სალონი გაგქურდეს. არსებული ინფორმაციით წაღებულია 100 ლარამდე ოდენობის თანხა. დიდუბეში თბილისი-ბათუმის მატარებელი კაცს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით კაცი ცოცხალი. ესპანეთში საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ. მათ ადგილობრივებმა ძარცვისას ვიდეო გადაუხეს. ოცნების მთავრობის გრანტების სააგენტოს უფროსის ხელფასი 10,585 ლარი იქნება. თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი კი 8,760 ლარი. ევროკავშირი რადიო თავისუფლებისთვის 5,500,000 ევროს გამოყოფს. ფინანსები გამოყენებული იქნება რადიო თავისუფლების შეუფერხებელი მაუწყებლობისთვის ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში. რუბიოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლა აქტივისტებმა შეაწყვეტინეს. დაუწესეთ სანქციები ისრაელს, სკანდირებდნენ აქტივისტები სხდომაზე.